საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება. ის იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ, სადაც დეტალურად აღწერილი იქნება, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს სწრაფვას გახდეს ევროკავშირის წევრი. სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო ის სამი პარტია, რომელთა გაუქმების მოთხოვნით ქართულმა ოცნებამ სასამართლოს მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. სარჩელის მოთხოვნის მთავარი საფუძველი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. შეგახსენებთ, ახალი ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ქმედებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და მასთან წინააღმდეგობაში მოდის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას არ შეწყვეტენ. Დღესაც ერთთან რამოდენიმე მნიშვნელოვან ოპოზიციურ პარტიას კრძალავს სახელმწიფო პარტია, ეს ხდება მაშინ, როცა მყარდება დიქტატურა, ან ხდება დიქტატურის ფორმალიზება. ამიტომ ვიქნებოდით ამ სიაში თუ არ ვიქნებოდით, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამას დაუპირისპირდებით ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი საშუალებით საქართველოში და საერთაშორისო ინსტანციებშიც ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ლელოთი თუ ლელოს გარეშე გაუქმება, ლელოს გაუქმებს თუ არ გაუქმებს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს პროცესი, ეს კანონი ჯამში არის დიქტატურის ფორმალიზებისთვის და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოში რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან იკრძალება ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სხვა კოალიციების. ჩვენთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება. შალვა პაპუაშვილს და ქართულ ოცნებას შეუძლიათ ეგ საკონსტიტუციო სარჩელი, როგორც უკვე მოვახსენეთ, დაახვიონ და მიმართულება თვითონ იციან უკვე. ჩვენ ცხადია, რომ წარმოდგენილი ვიქნებით საკონსტიტუციო სასამართლოზე, მაგრამ წარმოდგენილი ვიქნებით მხოლოდ შესაგებლით და ჩვენი სარჩელით თუ ასევე დავესწრებით საკონსტიტუციო სასამართლოს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია უახლოეს დღეებში. რომ სამართლებრივად ეს საქმე ბოლომდე მივიდეს და ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი ამ შემთხვევაში ახლებს გულისხმობ სამართლებრივად რომ წაიგრძელოს, ასე ვთქვათ, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ ოცნება ყოველთვის დააბრუნებს მათ პოლიტიკურ წესრიგში, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის როგორც მტრის ხატის გარეშე ოცნება ძალიან მალე დაკარგავს ხელისუფლებას. ეს მან ძალიან კარგად იცის, ასე რომ ჩემი აზრით ეს პირველ რიგში არის ამ პოლიტიკური სპექტაკლის გაგრძელება, რაც არაერთხელ გვინახავს. თუ პარტია უნდა დამარცხდეს, პირველ რიგში უნდა დამარცხდეს არა აგრძალვით, არამედ არჩევნებით. საუბარი საერთოდ არ არის პოლიტიკურ დევნაზე, ნაცმოძრაობამ და მისმა ფილიალებმა რა ხარაკირებიც იტარეს აი ამ ბოლო წლების განმავლობაში, აი შედეგები მიიღეს. არაერთხელ ვეუბნებოდით, რომ დაანებეთ რადიკალიზმს თავი, აკრიტიკეთ რამდენიც გნებავთ ხელისუფლება და ასე შემდგომ, მაგრამ რადიკალიზმს, ქვეყნის ზიანს, დამაზიანებელ განცხადებებს, აგენტობას დაანებეთ თავი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ამას არ თავი არ დაანებეს, არამედ საჯაროდ აღიარებენ. კახა კალაძემ თბილისის ახალმოწვეული საკრებულოს ხდომაზე მომავალი 4 წლის გეგმებზე ისაუბრა. გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა მას კითხვები დაუსვეს, რა დროსაც კალაძემ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა. მაგალითად, მისი თქმით, მომდევნო წლებში მოეწყობა მეტროსადგურ სარაჯიშვილისა და ზღვის უბნის, ასევე მეტროსადგურ ისნისა და ვაზის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. ასევე დასრულდება მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია. ასევე ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია ახალი საავტობუსო ხიდის მშენებლობა, რომელიც ნაძალადებისა და ჩუღურეთის რაიონებს ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. კალაძის თქმით, გაგრძელდება მუშაობა ლიფტების ჩანაცვლების პროექტზე. ასევე დღეს თბილისის საკრებულოში 11 კომისიის გაერთიანებული სხდობა გაიმართა, სადაც თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს.
გეგმება თუ არა დიფერენციაცია, გარკვეული მიდგომები, რომ ადამიანებს მივცეს საშუალება გაიუმჯობესონ საცხოვრისი და ბაზარზე იყოს განსხვავებული კლასის საცხოვრისის მიწოდება. და მე ვფიქრობ, რომ მტკვარზე ხიდის გაკეთება გვევალება, იმიტომ 40 წელიწადია ეს არ გაგვიკეთებია. და ამ პერიოდში ავტომობილების რეცხონება კი გაათბაგდა. ბევრი მონაცემები გვაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა პროექტი განხორციელების შემთხვევაში ვერ ვიღებთ იმ შედეგს, რაც მაგალითად განტვირთავს მოძრაობას. ამიტომ თავს ვიკავებთ ამ პროექტის განხორციელებისთვის, იმიტომ რაღაცას რო აკეთებ, შედეგიც უნდა მიიღოს შესაბამისი, ხო? და ისე არ გვინდა გამოგვივიდეს, რომ უამრავი თანხა დაიხარჯოს და პროექტი სრულად გამოუდეგარი და პრობლემური აღმოჩნდეს. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ხედვა, სად შეიძლება ამ ტიპის პროექტის განხორციელება, ცხადია თუ კვლევებზე დაფუძნებით არა გაქვთ, შეგვიძლია ერთად მოვიკვლიოთ, ერთად ვნახოთ თუ რა არის შესაძლებელი და ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენთ, თუ გაქვთ კარგი ხედვები ქალაქთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ და მზად ვართ თანამშრომლობის შეგვიძლია აღნიშნულ საკითხზე მომავალში ვისაუბროთ. დღეს მთავრობის ხდომა გაიმართა ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მაგალითად, მისი თქმით, ქართული ოცნება ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. კონკრეტულად 2026-35 წლების ჩათვლით დაისახება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლების განმავლობაში თანმიმდევრული განვითარების პროექტი უნდა შედგეს. კობახიძემ ასევე ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. გვინდა რომ დავიწყოთ მუშაობა 10 წლიან სტრატეგიაზე, ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე 2026-35 წლების ჩათვლით. გვინდა რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები, მიზნები და ამოცანები და სადაც იქნება შემდეგ გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების ვადები, ამოცანების შესრულების ვადები. რა თქმა უნდა, მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით. ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციაში თვლიან, რომ მმართველი გუნდი კორუფციას ფასადურად ებრძვის და რეალურად ახლა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს. შესაბამისად, მათივე თქმით, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის და ეს პროცესები სრულიად უინტერესოა. პარალელურად ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდის საქმიანობა ყველასთვის საჯაროა. არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაყრად. სრულად გამჭვირვალეა მთავრობის საქმიანობა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანგიერების ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ მოგმართო კითხვები და ყველა კითხვას გაეცემა ბუნებრივია. პასუხი, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას. ის რაც შესაბამისი უწყებების მიერ არის ხოლმე გადმოცემული განცხადებების და ბრიფინგების სახით, რა თქმა უნდა, ამას ისმენს საზოგადოება და ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას აქვს ეს პოლიტიკა, რომ კორუფცია ყველა დონეზე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და შესაბამისად ეს იქნება ადრეული, თქვათ, ეპოქა თუ დღევანდელი და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, ამას ერთადერთი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს, რომ თქვათ, დღეს შეიძლება პრევენციული ხასიათის ზომები მიიღო 19 მილიონი პროექტიდან 161 რომ პრობლემურია და ამ პროექტების ჯამური ღირებულება რომ 1 მილიარდ ლარს აღემატება. ხლა ამას რომ მინისტრი თავად დაადასტურებს, მე მგონი, აქ სხვა კითხვები უკვე აღარ ჩანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ამავე დარბაზში ეს 99 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ხარსელაძეს. ტაშს უკრავდა, მიესალმებოდა, მხარს უჭერდა. რაც რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა თუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, რა თქმა უნდა ვრცელდება ქართულ ოცნებაზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის კრახს
საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის ჩავარდნას.